მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ნინო მადიკა და რას კურთხე არის ჩემი გვერდი და ნახოთ რას მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე. რადგანაც მე ყოველთვის ვიცოდი, იმ წუთში ვგრძნობ და ხვდები ვინ არის ჩემი მსმენელი და ვინა და ჩემო კარგებო, ნაცნობებიზე ვსაუბრობ და ბევრმა არ ამხელდნენ, მაგრამ გამხილეს მაინც რომ ამომიცნეს და აქ მე ვერაფერს ვერ ხედავ თუ ამომიცანით ხმაზე სათაკილოს ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ ცოცხლზე გადამჯდარი ყოფილაო ადრე ითქვა ეგ სიტყვა და არა გენაცვალე მე კი არ ვარ ცოცხლზე გადამჯდარი ექსპერტი ვარ ცოცხლზე გადამჯდარებს ერთი შეხედვით ვცნობ ხა ეს პასუხი თუ გაინტერესებდა მიიღეთ ეს პასუხი ფარულ მაქინაციებსაც ძალიან კარგად ვხედავ დაფარული რაღაცეებით ვერ მიხვდება ნინო ვერ მიხვდება აბა თქვენ მომზე მე რასაც ვერ მიხვდები ჯიბეში ჩაიდევით რას მივაქციოთ ყურადღება დრო არის თვალით ყურებას ორივე თვალები კარგად გაახილოთ და ისე დავინახოთ ზოგიერთ მან რა თქმა უნდა ეს იმ ხალხზე არის ვინც რეალურად მიცნობს რაც შეეხება ყურადღება მიაქციეთ ემოციას თქვენ შინაგან ემოციას თქვენს გადაწყვეტილებას აქ არ მიიღოთ ემოციურ ფონზე გადაწყვეტილება აქ არ გააკეთოთ აქცენტი ემოციებზე პირიქით შეგიძლიათ უფრო ცივი გადაწყვეტილება, ცივი გონება. რატომღაც აქ მეფიქსირდება, მიაქციეთ ყურადღება რაღაც ვალდებულებებს, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. იცით რა არის? ვალდებულება მარტო ფინანსებზე არ არის, ვალდებულება ყველაფერი შეიძლება იყოს. ეს შეიძლება ადამიანებთან დამოკიდებულება, ხო, რაღაც შენაპირებები გქონდეთ და არ გახსოვდეთ, რაღაც გასაკეთებელი დასასრულებელი იყოს და არ გახსოვდეთ. სამსახურეობრივ ვალდებულება, კი ბატონო, ოჯახის მიმართ, ნუ, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ვალდებულება, რომელიც თითქოს გიწევთ ეს რა ქვია ცოტა გიჭირთ, ხო, გიჭირთ რაღაც არ არის ხო ადვილი ესეთი სერიოზული. შეეცადეთ რომ ეს ვალდებულებები მოაგვაროთ, ჩემო კარგებო. ასევე ძვლებთან დაკავშირებით პრობლემები თუ ვინმეს გაქვთ, ფრთხილად იყავით, რამე რისკი მოძრაობები არ გააკეთოთ, ხერხემალი ძვალი ვისაც აწუხებს. რას მივაქციოთ ყურადღება? გაუშვით ძველი ტკივილი, ძველი დანაკარგები, იმიტომ რომ ეს გულისწყეტის პოზიცია არა, ეს უნდა გააკეთოთ და იფიქროთ, რომ გარკვეული გაკვეთილი გაიარეთ, ცხოვრებისეული ერთი ეტაპი გადალახეთ, ესეთ პოზიციაზე უნდა გადაიყვანოთ და გადახვიდეთ, მოკლედ სხვა ენერგიებში რა, იმიტომ რომ ეს არის რაღაც იმედგაცრუებული პოზიცია, შეიძლება არ ელოდით, ან უბრალოდ ვიღაცამ ხო არ მოგექცათ სწორად და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გაუშვათ წარსულში და აივიწყოთ. დანარჩენი ხო მიაქციეთ ყურადღება კიდე ვიღაც აქ არ არის გამორიცხული თხოვნისთვის რაღაცა თხოვნა ან დამეხმარი ან ესეთ რაღაცები იმაშვება. იცით რა არის ზოგიერთი იმდენად მოძალადი არის ბუნებით, ამას ვერაცნობიერებს ვერ ხვდება. ხო? და მით უმეტეს რაც მეტი ვამბობ და რაღაც ეს თხოვნა ეს გადასახადები, ეს ყველაფერს ხომ ისი გადასახადი აქვს.
ამას რომ ისმენთ, ბევრი მათგანი პირიქით იქცევთ, მე იყენებთ, მასი არის, მაშინ მოდი უფრო მოვიქცევი და უფრო დაზარალდი შენ, ესეთნაირად აკეთებთ და ჩემთანაც იქცევით ესეთნაირად, ბევრი თქვენთაგანი და აი ეგ ფენომენი ვერ ამოხსენი, ამას რატომ აკეთებთ, იმიტომ რომ ახლა სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არც ერთ თქვენთაგანს არ მოგცემთ ჩემი დაზარალების უფლებას. პირიქით დაზარალდებით, ამიტომ თავი შეიკავეთ ამ შემთხვევაში, ხო? ესეთი რაღაცეებიდან. აქ აშკარად არის, ასე რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული ვიღაცა მოგადგეთ. მე 1000 ჯერ მithქვამს და კიდევ გეტყვით, როდესაც გააქვს პურის ფული, კი ბატონო, ეს არის შენი საარსებო დღევანდელი ხვალინდელი დღის, ხო? ამ შემთხვევაში ეს თანხა არ უნდა გასცეთ, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ფული გააქვთ. სხვა ადამიანს ამის არ მოერიდება, არ შერწყება ბოლო კაპიკემდე, აი 1 ლარი რომ დაიტოვოთ ანგარიშზე და ისე მისცეთ თანხა. არც მოიკითხავს, აი შენ რა შვებ, მე პირადად მქონია ესეთი გამოცდილება მაგალითად ადამიანმა ძალიან რო გადამეყვანა ჭკუაზე და ავდექი და ჩემი ზუსტად პურის ფული, რომელიც ანგარიშზე მაქვს და საკვებისთვის მინდა, ყოველდღიურ საჭიროება ჰიგიენისთვის მჭირდება, ხო? ოჯახისთვის მჭირდება, ჩემი თავისთვის, საკუთარ თავისთვის, აი ეს ფული ავდექი და დაურიცხე, აჰა მეთქი. და თან ვანახე, არის ფიქრო, რომ რამე დამჩა მეტი დავუშვათ თანხაზე, მეტი ფიზიკურად არა მაქვს მეთქი. ადამიანს 30 ლარი იქედან არ აუღია და არ დაურიცხე, ყველა სხვა რომ სჭირდებოდა კარგი დავუშვათ. და არ უთქვამს, რომ იცი რა, პურის ფული მაინც დაიტოვე დღეს და ხვალ და ზეგრავჯი და საერთოდ აღარც მოუკითხავს, დავუშვათ შენ რაკენი, როგორ გაიტანე ეს თვე, რაღაცა ბანკში მეც მაქვს ვალდებულება, ეს ვალდებულება როგორ დაფარე, არ მოუკითხავს, არ აინტერესებს, ნახეთ? ხო და ესეთი არის ზოგადად საზოგადოება, ესეთი არის ხალხი ჩემოკარგებო და ეს არ უნდა გააკეთოთ, ხო? მეც გავაკეთე მართალია, მაგრამ სხვა სიტუაცია იყო, სხვა მდგომარეობა. თუ ნახეთ ადამიანი ასე იქცევა და ის ერთი წუთიანი შენი რაღაც მოქმედება შენს მეგობრობა, შენთან ურთიერთობას ურჩევნია ის 100 ლარია, 200 თუნდაც 1000 ლარი იყოს, ესეც კიდევ არის ერთგვარი თვალების ასახელი, მოდი საშუალება მაშინ, კი ბატონო, გამოცდით ადამიანს ბოლო-ბოლო და გაიგებთ ვინ არის და დაინახავთ, ხო? დაიჯერებთ, იმიტომ რომ ამის დაჯერება ძალიან რთულია, ამას როგორ იზამს. იზამენ, ძალიან ჩვეულებრივად იზამენ, ისე გადაგივლიან თავზე, უკანაც არ მოიხედავენ, საერთოდ არავის არ აინტერესებს. შენ რა ცხოვრება გაიარე, გაჭირებით მიაღწიე, დალხინებით მიაღწიე თუ რაღაცით მიაღწიე. ეს არავის არ აინტერესებს. ესეთი შემთხვევა სხვათა შორის ერთხელ მქონდა, რაღაც მქონდა რა ისეთი, რაც სჭირდებოდა ადამიანს გასაყიდად და მოვიდა ჩემთან, მოაგზავნეს ახლა გამოუშვეს თქვენთან მოგვესწავლენა და რომ შემოვიდა სახლში, თავიდან მთელი სახლი იყო თავდაყირა და მე თავიდან ფეხებამდე შპაკლით, მტვერით გაბურდღნული, რავი, მთლიანად შპაკლიანი ვიყავი საერთოდ და რო შემხედა ელოდა, რომ ახლა Facebook-ზე ცოტა ესეთი პეროგარჭობილი სურათები იმედო იმ პერიოდში მით უმეტეს და ესეთ ფორმაში რომ დამინახა, გაუკვირდა და აქცენტი გააკეთა, შენ გააქვს და რაღაცა ესეთი თემა და გავჩერდი და მითხარ, რამდენი წლის ხარ მეთქი? 20 წლისო. შენ რამდენი წლის ხარ? 21 თუ მე 18 წლის ესეთი ასაკის 3 ადამიანი შემოვიდა. მითხარ, მე ვარ რამდენი წლის შენ ტოლი რო ვიყავი, მე მითხარი, არც მე მქონდა თქო. დღესაც მითხარი, ხო ხედავ აქ რო ხელოსანი მოვიყვანო მეთქი. იმის მაგივრად და ვიღაცას გავაკეთებინო, მე წავიდე მითხარი, ხო ხედავთ, კაი ამინდია ცაზეთი მოტირის. და დავუშვათ სხვაზე დავისვენო, ან დასასვენებლად წავიდე, მე ვდგავარ, მოვთხარ და ვშპაკლავ და რაღაცას და ესე ვშრომობ მეთქი. სხვათა შორის კიდე კარგი, რომ არ აღმოჩნდნენ შეუგნებლები. ნახეთ, მაგრამ აშკარად დაბოღმილი მით მიყვნენ, რაღაცა მანერით მოსული და ისე მოგზავნილი კიდეც და ავდექი მერე და რაც უნდა და ერთი იყი და მეორე ვაჩუქე. და ამაზე კიდე გული მოულბათ და რაღაცნაირად სხვანაირად მერე შეხედენ. არც მე არ მქონდა მეთქი, მაგრამ შრომობ ამდენ და 1-20 წელიწადი მე ვთხარი კიდევ რომ გავა მეთქი. თქვენც თუ კი ასე იქნებით და აი ხო ხედავთ მეთქი, ფაქტზე დამიჭირეთ მე ვთხარი, რა დღეში ვარ, ვერ ამოიღენ ხმა.
პირიქით გითხრათ, მაგრამ ხო არ შეგვიძლია რამე დაგეხმაროთო. წარმოიდგინეთ და ნუ ახლა ესენი აღმოჩნდნენ ესეთი კატეგორია, მაგრამ თავიდან ხო სხვა დუხით იყვნენ მოსული თუ დახვდებოდი სახში გაწკრიალებული, ალბათ გაპრიალებული, მთლად უარ დაიბოღმებოდნენ. მაგრამ სხვა მდგომარეობა რადგან შერჩათ ხელში, უკვე ნუ კიდე კარგი შეუგნებლები არ აღმოჩნდნენ. მადლიერი ვარ ამისთვისაც და აი ესე რომ თქვათ დაიხიენ უკან, მაგრამ მათი შინაგანი ვიგრძენი და უთხარ თუ კი იშრომებთ, თქვენც გექნებათ რაღაცას მიაღწევთ, უბრალოდ ყოველთვის უნდა იცოდეთ რა გინდათ ცხოვრებიდან, რა სიტყვთ. ეხლა ადამიანს როდესაც ვუთხარი რომ იცი რა არის, ეხლა რაც შემოგეძლია, მოდი დაჯერდი ამას და მოდი იმას ქენი, რა ქვია, იმუშავე და აიცი რა მეზარება ეხლა არა დასვენება მირჩევნია კი ირჩევნიან დასვენება მაგრამ შემდეგ აღარ იქნება ეხლა გაქვს შანსი 3 თვე დაუშვათ გამოიყენო და ეს ფული გამოიმუშაო მერე დაისვენე იმიტომ დაისვენე მერე რომ მერე მაინც არ გამოჩნდება სამსახური შენთან ვერ გაიგო ადამიანმა ეს ისიც დაისვენა, ეხლაც ისვენებს და კიდე კაიხანი მოუწევს დასვენება. ეხლა მე იტყვის, რომ ვიღაცამ ჩამკეტა, არა, გენაცვალე. ნახეთ, ადამიანთან არის და როდესაც ამას ან საჯარო გაშლიდან თუ მინათ პირად კონსულტაციას, ეხლა მე ეს ვისაც უთხარი, საერთოდ უფასოდ უთხარი და გავუკეთე, რომელიც არ გაითვალისწინა. არის რომ აი ბედი კარებზე მოგიგაგუნებ სამჯერო და თუ კარები 3-ჯერ დაუხურებ, მე რომ აი ეს თემა არის, ხო? რაღაც არის ადამიანთან წლის განმავლობაში თუნდაც იხსნება ფანჯარა მოდი ასე ვთქვათ ბედნიერების წარმატების და რაც შემოდის იმას უნდა დაეუფლო ის უნდა გამოიყენო ის შანსი დაინახოს რაღაცა ენერგიებმა ძალებმა რომ შენ ეს გინდა ნამდვილად და მადლიერიც ხარ რა თქმა უნდა რომ მერე უკეთესი მოგწეს მაგრამ შენო არა არ მინდა დასვენება ხო კაი დასვენება თუ გინდა და არის დასვენებული ეხლა იძახოს ესა ჯადო გამიკეთა იმან ამან პეტრემ პავლოვნა ჩემი სიტყვა რადგან გამართლა შეიძლება ჩემზეც თქვას ხო ადამიანმა რომ ჯადო გაუჯადო კი არ გაუგეთე კაცო და დავინახე და გითხარი უფასოდ მადლიერება გამოხატე და იმაზე დაფიქრდი რომ სად დაუშვი ადამიანმა შეცდომა და შემდეგ გადმოდის რაღაცა აუ შენ გაქვს იმას აქვს ამას აქვს ესეთ იბოღმება და აქ ადამიანს ჭირდება უკვე საკუთარ თავთან ჩაფიქრება ყოველთვის თქვენი თავი არ უნდა დაადანაშაულოთ მაგრამ ამ შემთხვევაში დადანაშაულებას არავინ არ გთხოვთ უნდა დააფიქრდეთ ისეთი ეს გააკეთოთ რომ აი სად იყო ის დაუშვათ რა შანსი მქონდა რა არ გამოვიყენო რომ მეორეჯერ დაუშვათ მე ის შეცდომა ისევ არ დავუშვა ესეთი რაღაცა არის მე უფრო გეტყოდით რომ აქ ასევე მადლიერება გაიცით გამუხატეთ ოღონდ სხვა ფორმებით სხვა დროს ვისაუბრებ მეტი დრო არა მაქვს მადლიერების თემებზე კიდევ და ძალიან დიდი წარმატება გექნებათ წინ დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით